გამარჯობა, მე ვარ ქეთი დალინკევიჩი, კლინიკური ფსიქოლოგი და დღეს გესაუბრებით მოზარდობის ასაკის შესახებ, უფრო კონკრეტულად კი ვეცდები უფრო ნათლად დაგანახოთ განსხვავება მოზარდობის ასაკში მიმდინარე ნორმალურ ცვლილებებსა და იმ ცვლილებებს შორის, რომელიც უკვე საყურადღებო არის მშობლისთვის, რომლის დროსაც უმჯობესი იქნება სპეციალისტს მიმართოთ და დაეხმაროთ, ასე ვთქვათ, თქვენს შვილს. მოზარდობა კონკრეტულად არის ძალიან ისეთი კრიზისული ასაკი, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება ძალიან ბევრი ცვლილება ადამიანის ორგანიზმში, გამოვყოფდი, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ ფაქტორებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი იზრდება, მაგალითად შესაძლოა მანამდე ფიზიკური ზრდა მიმდინარეობდეს შედარებით უფრო ნელა, თუმცა მოზარდობის ასაკში შეიძლება რამდენიმე სანტიმეტრი ერთიანად მოიმატოს ადამიანმა სიმაღლეში, შეეცვალოს სხეულის ფორმა, მოიმატოს წონა ან პირიქით უფრო დაიკლოს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ასევე ფიზიოლოგიურ ასპექტში საკუთარი, ასე ვთქვათ, ჰორმონალური ცვლილებები, იმის მიხედვით გოგონები იქნებიან თუ ბიჭები მოზარდები, მათ ეწყებათ კონკრეტული პუბერტატის ასაკისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. გარდა ამისა მნიშვნელოვანია მაგალითად სოციალური ცვლილებები და ემოციური. სოციალურში უფრო მეტად იგულისხმება ის, რომ მოზარდებისთვის უფრო პრიორიტეტული ხდება საკუთარი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა, ისინი ცდილობენ მათი აზრის გათვალისწინებას და გარდა ამისა ცდილობენ, რომ მოერგონ, ასე ვთქვათ, იმ კონკრეტულ სტანდარტებს, რომელსაც მათი ასაკობრივი კატეგორია სთავაზობს. შესაძლოა ამან გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები მათ, ასე ვთქვათ, სოციალურ ყოველდღიურობაში, მათ რუტინაში, რაც მშობლებისთვის არის ხოლმე რთული მისაღები, იმიტომ რომ მოზარდობის ასაკში ადამიანებს აღარ სურთ დროის გატარება იმდენად მშობლებთან, რამდენადაც მაგალითად მათ თანატოლებთან და ემოციური სირთულეები, რაც მოიცავს იმას, რომ მაგალითად მოზარდები უფრო მეტად ემოციურები ხდებიან, შეიძლება მათი ემოცია იყოს არასტაბილური, მაგალითად მარტივად ღიზიანდებოდნენ, ეცვლებოდეთ გუნება-განწყობა, იყვნენ მოწყენილი ან მაგალითად შედარებით უფრო გაბრაზებული, განრისხებული, რაც მანამდე არ ახასიათებდათ. თუმცა ეს ცვლილებები არის ნორმალური იმ შემთხვევაში, თუ კი მართვადია, ასე ვთქვათ, არის დაკვირვებადი, მშობელი ყურადღებით არის და არ არის იმდენად ინტენსიური, რომ ხელს უშლიდეს მოზარდის ფუნქციონირებას, ანუ მის ყოველდღიურ აქტივობას. როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება უშუალოდ იმას, რომ მიმდინარე ცვლილებები არის უკვე გარკვეული სახით პრობლემური და მნიშვნელოვანია, რომ მშობელიც ჩაერთოს ან მიმართოს მაგალითად სპეციალისტს. როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარეობს გარკვეული სოციალური, ემოციური და ბიოლოგიური, ასე ვთქვათ, ცვლილებები, თუმცა თუ ამჩნევთ, რომ თქვენი მოზარდის შვილი უფრო მეტად არის მოწყენილი ან მაგალითად მშფოთვარე და ეს გრძელდება დიდი პერიოდის განმავლობაში, მაგალითად 2 კვირაზე უფრო მეტხანს, ეს ნიშნავს, რომ უკვე საყურადღებოა და მნიშვნელოვანია ჩაერიოთ ამ, ასე ვთქვათ, მიმდინარე ცვლილებებში, იმიტომ რომ შესაძლოა იყოს რაღაცა ემოციური, ფსიქიკური სირთულე, რომელიც პირდაპირ შეიძლება თქვენთვის არ იყოს დაკვირვებადი, ესე თვალსაჩინოდ. თუ კი იცვლება მოზარდის ყოველდღიურობა ძალიან რადიკალურად, მაგალითად, ეცვლება დღის რეჟიმი, ყვების რეჟიმი, ძილის რეჟიმი, მაგალითად უფრო მეტხანს ძინავს. ნაწილობრივ დამახასიათებელია მოზარდობისთვის ღამის რეჟიმის, ძილის რუტინის ცვლილება, მაგალითად შესაძლოა უფრო დიდხანს სჭირდებოდეთ გამოძინება, იმიტომ რომ ამ პერიოდში ძალიან აქტიურად ვითარდება ადამიანის თავის ტვინი და ამისთვის ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა თუ მოზარდს 13 საათზე მეტხანს სჭირდება ძილი, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა საყურადღებოა. თუ პირიქით ძილიანობა არ არის, ასე ვთქვათ, და მოზარდი ვერ იძინებს, ათენებს ღამეებს მაგალითად, ან დღის განმავლობაში იძინებს და შესაბამისად ვეღარ დადის უკვე სკოლაში, არ არის აკადემიურად აქტიური. თუ კი მას შეეცვალა საგრძნობლად, მაგალითად, მისი აკადემიური მოსწრება, იყო შედარებით, ასე ვთქვათ, წარმატებული მოსწავლე და უცბად მისი ნიშნები ძალიან დაბლა ჩამოვიდა, ესეც საყურადღებო ფაქტორია, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს და ასევე მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის ცვლილება, ხანდახან მოზარდები უფრო მეტად იწყებენ ხოლმე მაგალითად საკვების მოხმარებას, რის გამოც იმატებენ წონაში, ან შესაძლოა პირიქით აკონტროლებდნენ კვების რეჟიმს და იღებდნენ ნაკლებ საკვებს, რაც ასევე არის ძალიან საყურადღებო.
საყურადღებო, რომ არ გამოეპაროს მშობელს, ასე ვთქვათ, კვებითი აშლილობისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომატიკა. ძალიან საყურადღებო არის კანონთან დამოკიდებულება მოზარდების, იმიტომ რომ მოზარდობისთვის ზოგადად არის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, გარკვეული სახით წინააღმდეგობის გაწევა გარშემომყოფებისთვის, მაგალითად, შესაძლოა აღარ ემორჩილებოდნენ წესებს, რომელიც არის ოჯახში და რომელსაც მანამდე ემორჩილებოდნენ ბავშვობის ასაკში, თუმცა თუ მოზარდი მიდის უკვე კანონდარღვევაზე, რაც შეიძლება გულისხმობდეს მაგალითად ვანდალიზმს, ან ქურდობას მაღაზიიდან, ან კონკრეტულ, ასე ვთქვათ, აგრესიულ ქმედებასაც კი სხვა ადამიანების და გარემოცვის წინაშე, ეს უკვე საყურადღებო ნიშნებია, რომელიც მშობელმა არ უნდა გამოტოვოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ასევე მომატებული ბრაზი და ასევე აგრესიულობა. მაგალითად, შესაძლოა მოზარდს აღენიშნებოდეს ბრაზთან გამკლავების, ბრაზის მართვის სირთულეები, რაც უკვე გადაიზრდება უფრო სწორად აგრესიაში და შესაძლოა გამოიხატებოდეს მაგალითად ცხოველის წვალებაში, ან ოჯახის წევრების წვალების სახით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელს არ გამორჩეს. ეს ნიშნავს, რომ მოზარდს რაღაც გარკვეული სირთულე აქვს ემოციური, რომელსაც ასევე შესაძლოა სჭირდებოდეს ობიექტური ადამიანისგან და სპეციალისტისგან დახმარება და არ იყოს საკმარისი მაგალითად მშობლის ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს ყურადღებიანი საკუთარი მოზარდის შვილის მიმართ, შეეძლოს მისი მოსმენა განსჯის გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი საუბრის დროს არ ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, დირექტივების მიცემა, ან მაგალითად შენიშვნების აღნიშვნა და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მშობელს შეეძლოს ერთმანეთისგან განსხვავება, ზუსტად დიფერენცირება აი ამ კონკრეტული საკითხების, რომელიც აღვნიშნეთ, რათა დროულად მიმართოს სპეციალისტს თუ კი იქნება ამისი საჭიროება.